გამარჯობა მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# და დღეს მინდა გადავიღო ვიდეო თუ როგორ გავაკეთოთ ჩვენი პერსონალური საინფორმაციო საიტი. მით უმეტეს დღევანდელი თულებით ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ბევრი დეველოპერი აკეთებს ხოლმე თავისთვის და მოდი ჩვენს გავაკეთოთ და ნახოთ რა გამოვა რა. თან გუშინ გამოვიდა ChatGPT 5 და ეგეც მინდა რომ გავტესტო, რამდენად კარგად ნართმევს თავს ეგეთ დავალებებს რა. პირველ რიგში ეხლა ვაპირებ რომ ჩემი CV მივცე. ჩავგდო აქ და მაგის დამიხედვით მე აწყო საიტი. როგორც იცით, ჩემი CV არის text ფორმატში. ეგ თუ არ იცით, შეგიძლიათ წინა ვიდეო ნახოთ, მე მგონი წინა ვიდეო არის, სადაც მაგაზე ვსაუბრობ რა. თუ რას ნიშნავს text ფორმატი და როგორ კეთდება რა. გადმოვწერე ხა ჩემი CV. ეს main text გადმოვაგდებ აქ. აი აქ ეს არის ჩემი CV რა, მარტივად რო ვთქვათ. აქ არის აღწერილი markup-ის ენით ჩემი CV-ის შესახებ. და ეხლა ამის CV-ის მიხედვით ვეტყვი რომ დამიგენერიროს რაღაცა პერსონალური ვებსაიტი, სადაც ჩემი სკილების showcase იქნება რა, ერთი სიტყვით. და დავწერ prompts. Based on my CV, the main text multi-tab, build a beautiful მოკლედ გამომზადე პრომპტი, უთხარი რომ აიმ ფაილის მიხედვით რომელიც მოგეცი, გამიზადე ლამაზი და პროფესიონალური პორტფოლიოს საიტი. ყველა სექცია გამოიყენე, რაც ჩემს CV-ში ამოცემული და სადაც კაი იქნებოდა აიკონებიც დაურთე თან თქო და გავუშვებ ახლა ამას და თან ნახოთ. თან ChatGPT 5-იც გავტესტოთ რას და როგორ იზამს. ერთი რაც ვიცი, იძახია რომ ნელიაო ძანო და ეგ მართლაც შევატყე რა 1-2-3 რეკვესტი გავაკეთე და ცოტა მართლა ფიქრობს რა ბევრ სხვებთან შედარებით. და თუ არ მომეწონა, ისევ გადავრთავ კლოდზე. კლოდს ამ დროში უკვე რაღაცა დაწყებული ექნებოდა უეჭველი. ცოტა მართლა ბევრს ფიქრობს. არა ვნახოთ. იქნებ შედეგი. შედეგი აქვს კარგი. ეს არის overleaf პორტალი, რომელსაც ვიყენებ წინა ვიდეოში, მოკლედ იმ ვიდეოს დაურთავ რა აღწერაში ამ ვიდეოს და საინტერესო ვიდეოა, გადახედეთ იმასაც რა როგორ გააკეთოთ კარგად CV. კაი, დაიწყო ამ რაღაცების კეთება, გააკეთა index.html. ასეტების ფოლდერი. სადაც CSS და JavaScript-ს და რაღაცეებს დაწერს ალბათ. თან მაინტერესებს რამდენი ხანი დაგჭირდება რა ამის გასაკეთებლად. ვფიქრობ, რომ 20 წუთში უნდა ჩავეტიოთ თავის დახოსტვიანად. საკმაოდ ნელია. რასაც ვაკვირდები, ამასთან მუშაობას, რავი. აი აგენტ მოდში ყოველ შემთხვევაში შეიძლება ჩატში ალბათ გამოვიყენებ. ჩატში გამოვიყენებ, მაგრამ აგენტური სამუშაოების დროს მე მგონი აზრი არ აქვს ამის გამოყენებას რა. თან ეგრე, ანუ კლოდი ეგრე არ აკეთებს რა, ეხლა მიყვება სათითაოდ აგენერირებს თითქოს ნელ-ნელა რა ფაილებსაც. კლოდი მინა ერთ წამში გაჩითავს ხოლმე. კაი რაღაც მოდი ნახოთ აბა ერთი ჯერ რა გააკეთა. თუ დაასრულა უკვე. ოკეი.
ვა. არა უშავს, ხო იცი შენ. შვენიერია. ნუ შვენიერია. შეგიძლიათ ცადოთ, ანუ სხვადასხვა პრომპტები ეთამაშოთ და სხვადასხვა ვარიანტები ცადოთ რა და ყოველ ჯერზე სხვადასხვას დააგენერირებს რა მაგაში. ერთი 5 პრომპტი რო გავუშვათ სხვადასხვანაირი, ხო? მაგალითად ფერები მიუთითოთ ან უფრო სილამაზეზე იყოს ორიენტირებული ან რაღაცა. ერთი ხარ რასაც ვიზამ აიკონებს აიკონებს მივამაგრებიებ რა ამ ლინკზე და GitHub-ზე. და ნახოთ აბა ესენი ხომ შეგვს. ესენი რო ჩამოდიოდეს, კაი იქნებოდა. და მაგას ვეთყვი კიდე. რო ეს იყოს fixed და აქ რო ჩამოვალ, კიდე შემეძლოს რა ნავიგაცია. მოდი ChatGPT 5 დავამთავრებიოთ საიტი და მე გადავრთავ კლოდზე, თორე ეს მართლა დიდხანს ფიქრობს ძალიან. Add icons to GitHub and LinkedIn and make navigation fixed so I can always navigate to different sections of website. ნახოთ აბა რას იცავს. ამას რო დავფიქსავ, მე გადავალ უკვე deployment-ზე. deployment-ში გულისხმობ, რომ GitHub-ის რეპოზიტორის მივაბამ ამას. დავფუშავ და მე იქიდან GitHub page-ებზე გადავიტან. არა მაქვს იდეაში განაკეთები არასდროს, მაგრამ ნახოთ, წესი დიდი ის არ უნდა იყოს რა. დიდი ჩალიჩი არ უნდა ჭირდებოდეს. ანუ ძალიან დიდხანს ფიქრობს. არ ვიცი, ჩემთან არის ეს პრობლემა თუ ყველას ასე აქვს, რავი, თუ ესე არის მართლა, მაშინ unusable-ია რა. ნუ დავაპაუზო ვიდეო. მოკლედ მივიყვანე ჩემი საიტი კარგ კონდიციამდე, აიკონები დავამატეთ. ესეც ანუ fixed გახდა და ქვევით როცა ვსკროლავ, ანუ რჩება, როცა გადავდივარ სხვადასხვა სექციებზე ისევ აქ არის. აიკონები რო გამოჩნდა, აქ რაღაც ლინკები დაუმატებია და ასევე დაუმატებია dark mode-ის და light mode-ის გადამთავი. პრინციპში მშვენიერია რა. საწყისისთვის მშვენიერია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თუ უფრო მეტ დროს დაუთმობთ პრომპტის მიცემას, უკეთესი გამოვა რა. light mode-ში ეს ნაწილი ცოტა არ მომწონს, მაგრამ მშვენიერია რა. ვისი ჩვენებაც მინდოდა, ეგ მაგას აკეთებს ძალიან კარგად რა. ხო და ChatGPT 5-ზე რა შემიძლია ვთქვა, რომ ანუ ვერავის ვერ ურჩევ რა, ანუ აზრი არ აქვს მაგის გამოყენებას. ეხლა ამ პატარა პროექტზე რამდენი დროც დამჭირდა. დამჭირდა, ანუ პრომპტები ცოტა მივეცი, მაგრამ თვითონ დიდხანს ფიქრობ ძალიან და დრო მიაქვს. ამიტომ გადავრთავ ეხლა კლოდზე აუცილებლად. ეს გვაქვს პორტფოლიო საიტი, მშვენიერია, ლამაზიც არის. უკეთესიც შეიძლება, მაგრამ ნუ პრინციპში ეხლა პირველი one shot-ისთვის მშვენიერია. LinkedIn-ის ის მუშაობს, კი ბატონო. GitHub-იც მუშაობს. პრინციპში ეგ არის რა, მშვენიერია. ეხლა გადავრთავ კლოდზე. კლოდზე გადავრთავ და всё, ამით დავიწყებ ეხლა ამას GitHub-ზე დავფუშავ, ჩემს რეპოზიტორის შევქმნი. და მე შევესწრები, რომ უკვე გადავიტანო GitHub page-ებზე. Okay. Now we have portfolio website. Let's push it to GitHub repository. უთხრათ რომ ჯერ შექმნილი არ არის. And then deploy it to GitHub pages. ნახოთ აბა. კლოდი მაგარია, короче რა, ანუ პროსტა კლოდი ფასიანი არის, მაგრამ ChatGPT 5-ის 4 და 1-ის მირჩევნია. რატომღაც ეგრე რატო არ ვიცი, მაგრამ 5 პროსტა ვერ ვიმუშავე 5-თან რა.
ჩემი ჯერჯერობით ეგ არის. ჩემი გამოცდილება. აი ხა GitHub-ის იმას ქმნის. GitHub-ის რეპოზიტორის ქმნის MCP სერვერით. MCP სერვერი რა არის? წინა ვიდეოში მაქვს ახსნილი. არავინ არ უყურავს სამწუხაროდ არა და ძალიან მაგარი რაღაცა. ანუ ხელით არაფერს არ ვაკეთებ, არც კოდს წერ არაფერს და თავისით იქნება GitHub-ის რეპოზიტორი. ნახოთ, აბა. პორტფოლიო ვებსაიტი, ანუ ეს არის ახლა შეიქმნა ამ წუთას. всё, ახლა დაფუშავს აქ წესით ამ კოდს. კი ბატონო, აქ არის. ეს zip ალბათ არ უნდა გავაყოლო. და არც main text-იც. მაგრამ აი იყოს რა. ჯანდაბას. ეს რა არის? კაი, ნუ API თუ ვერ აკეთებს. და readme ფაილს გაგიმზადებო, თუ როგორ უნდა ქნა ეგო ხელითო. ახლა გიწიამატებს რითმის. რაიჩტებ ახლა readme ფაილი. ოკეი. აი მოკლედ ეს მეუბნება რომ გვერდზე გადადიო და deploy from branch main და ალბათ ამას უნდა დავაჭირო. ოკეი. მოკლედ რაღაცა YAML ფაილი გააძრო კლოდმა და დავფუშე პროსტა გიტზე და რაღაცა pipeline გაეშვა ავტომატურად აი ეს GitHub pages და გადამიყვანა საიტზე. მოკლედ ჩვენი საიტი არის ახლა დახოსტილი რაღაცა ვაჟადვალ GitHub.io წერტ და მე რაღაც ჩვენი პორტფოლიო ვებსაიტზე. всё, შვენიერი, ეგ არის ჩვენი პორტფოლიო ვებსაიტი გვაქვს. ეხლა რაღაცას რო დავფუშავ, აქვე შევცვალო ალბათ. აი ამაში .NET developer 2 დავწერო და დავფუშო, ალბათ იქაც ავტომატურად გაეშვება ის pipeline და შეცვლის აქ რაღაცას. კაი, ეხლა ვეცდები რომ დომეინი მივობა ჩემი. და მაგით პრინციპში დავასრულებთ დღევანდელ ჩვენს ვიდეოს. მოკლედ ეხლა ჩვენ გვინდა რომ custom domain-ი მივაბათ ამას და ვაჟადვალ GitHub.io რაღაცაზე კი არ იყოს. просто ვაჟადვალიშვილი წერტილი რაღაცა იყოს საიტი რა. ეგ domain-ი შეგიძლიათ Namecheap-ზე იყიდოთ. სტუდენტი თუ ხართ ძალიან კაია. მე მგონი უფასოდ გეკუთვნით ერთი ეგეთი მეილი. ხა მე ეს ვიყიდე ვაჟადვალიშვილი წერტილი საიტი. $1 მივეცი თუ რაღაცა. თითქმის უფასოა რა, შეგიძლიათ უბრალოდ შეხვიდე და ერთი ეგეთი რაღაც დომეინი იყიდო. ეხლა გვინდა რომ ეს დომეინი მივაბათ აი ამ ჩვენს საიტს და ეხლა როგორ ხდება ეგ რაღაცები გავარკვიე და ეს არის ჩვენი პორტფოლიოს ვებსაიტი. გადავდივართ setting-ებში, მერე page-ები. აქ ვაჭერთ რომ ჩვენი custom domain-ის მიბმა გვინდა და მაგისთვის აქ რაღაც დოკუმენტაცია უნდა წავიკითხოთ, აი აქ ჩავავალთ. და ეს 4 ცალი IP უნდა დავამატოთ ჩვენს Namecheap-ის DNS management-ში რა. A რეკორდი, host-ი ესე და ესე. კიდე უნდა დავამატოთ A რეკორდი ეს კიდე დავამატოთ A რეკორდი ეს
ესეც და კიდე ერთი რაც ვჭირდება არის CNAME მგონი, ხო? CNAME რეკორდი. www იქნება და CNAME რეკორდი არის ჩვენი აი ეს ნაწილი. და მგონი წერტილიც უნდა ბოლოში? აი ესე. და 60 წუთი. ეგ არ ვიცი რა პონტი არის. ვიდეოში იყო პროსტა ეგ. დავიკიდოთ. ამის შემდეგ ჩვენ ავიღებთ ამას და ჩავსვამთ აი აქ. და დავასეივებთ. დრო უნდა ვიღოთ რაღაც სამდენი ხანი რა. ეხა არის პირველი 10 წუთი. და დავაპაუზებ ვიდეოს და ვნახოთ რამდენი დაუკვირსიო. კაი. ეგ არის მეგობრებო. არც დრო არ დომებია. всё. ეს სერტიფიკატის თემა ალბათ. всё. HTTPS-ი გვაქვს. ვაჟა დვალიშვილი წერტილი საიტზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ და მე ჩემი LinkedIn-ზე გადახვიდეთ და დავემატოთ მეგობრებში. ან GitHub-ზე ვარსკვლავი დამიწეროთ რეპოზიტორიებზე. ეგ იყო ისი ნახვებაც მინდოდა დღეს თქვენთვის. რა მშვენიერია რა, ძალიან მარტივი თითქმის არანაირი ძალისხმევა არ ჭირდება რა. პროსტა AI გიწერს საიტს, მე GitHub-ი გიპოსტ იმაზე deploy-ის გიკეთებს და მე $1 თუ გინდა იყიდი იმას domain-ს და მაგას მიაბა მე აქეთ. და всё, გაქვს შენი CV საიტივით რა. შეგიძლია LinkedIn-ზეც გამოდო, ანუ HR-ი თუ მოგწერს ჩაუგდორო, აქ შემოდი და ნახე, მაქვს გაკეთებული. აუ მშვენიერია რა, გეგდოს რა მიდის ჩვენი. იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ, იცით რაც უნდა ქნათ და აბა, კარგად.